პატარა გოგონებს დიდი ფასდაკლებები აქვთ. გამოფენა გაყიდვა, იყიდე რაც გინდა და დაეხმარე ცხოველებს. რა იყიდება აქ? გოგონებო, აქ არის კიდევ რამდენიმე ნივთი? სულელებო. შენ რა საცვალი არ გაცვია? ხო. ბუშტო, შენ მართლა საშინელი ხარ. მოაშორე საცვლები, მე მათ არ შევეხები. სწრაფად მომაწოდე ჩემი პომადა. არავითარ შემთხვევაში. ჩაკ, ცოტა მაღლა. აბა, ასე მენდი? არა, ქვემოთ. ცოტა მარცხნივ გადავიტანოთ. მენდი, შეგიძლია გადაწყვიტო რა გინდა, ზევით თუ ქვევით? ჩაკ, ცოტა მარჯვნივ გაიტანე და სულ ესაა. კარგი, მენდი. ასე კარგია? ჯანტაბა, მოდი უკან დააბრუნე. კარგი, მენდი, უკან დავკიდებ ისევ. ასე ჯობია, მე მომწონს ეს. მენდი, მშვენიერი იდეაა. დაეხმარეთ ცხოველებს, გაიღეთ $50 მათთვის. მე გამიჩნდა ეს იდეა, დამიარსებინა უსახლკარო ცხოველთა ფონდი. ხო, ვიცი. ვერ გავიგე ჩაკ, შენ რა არ გჯერა ჩემი? კი, მჯერა. ამინა, შეხედე შენი პოსტერი ჩამოკიდეს. ჩვენ შევაგროვებთ საკმარის ფულს ცხოველების თავშესაფარის ასაშენებლად. ჩაკ, უთხარი რომ აქ არ დადგეს. დადგნენ, მენდი, მერე რა მოხდა? ვერ გაიგე? მე ვთქვი რომ წავიდნენ აქედან ახლავე. გოგოებო, შეგიძლიათ აქედან წახვიდეთ? მენდის არ მოსწონს აქ რომ დგახართ. არა, ეს მისი პრობლემაა. გამარჯობა გოგონებო. სად წავიღოთ გასაყიდი ნივთები? ზემოთ აიტანეთ ყუთები. გაყიდვა 1 საათში დაიწყება. რა იყიდება? ჩაკ, შეგიძლია შეამოწმო. ახლავე, რა გაქვთ თქვენს ყუთებში განთავსებული? არასასურველი ნივთები. მთელი შემოსული თანხა მიდის უსახლკარო ცხოველების დასახმარებლად. ჩაკ, თუ რამე გაქვს რაც არ გჭირდება, შეგიძლია ის შემოწირო უსახლკარო კნუტებს და ძაღლებს. მე მაგალითად ჩემს ველოსიპედს გავაჩუქებ, რომელიც მთელი ბავშვობა მიყვარდა. კარგია, შემიძლია ჩემი ყურსასმენები გავაჩუქო. ვერაფერს ვერ გააჩუქებ. კამილ, $50 მიეცი ცხოველების ფონდს. მენდი, არაფრის მოცემას მე არ ვაპირებ. კამილს ურჩევნია თავის დას დაეხმაროს. ნაის, ვინ გითხრა ილაპარაკეო? მე პირველად მომივიდა საქველმოქმედო ფონდის იდეა. მენდი, ნუ იტყუები, შენ მოიპარე იდეა გოგონებისგან, ყველაფერი გვითხრეს. ვერცერთ თქვენგანს ვერ ვიტან, შენც ჩაკ და ყურსასმენებს კი ჩემი საქველმოქმედო ფონდისთვის შევინახავ. კარგით ბიჭებო, მოდით, ჩვენი ნივთები მოვიტანოთ. გაყიდვა მალე დაიწყება. მოდი წავიდეთ. ჰეი ლუნა, ჰეი გოგოებო, ჩვენ აქ გვაქვს გაყიდვა. გსურთ დაეხმაროთ უსახლკარო ცხოველებს? არა, იმიტომ რომ დღეს ჩემი გველი სკოლის ავტობუსმა გაჭყლიტა. ხასიათზე არ ვარ. საწყალი კაი, მას ალბათ ძალიან ეტკინა. არა, გველები ვერ გრძნობენ ტკივილს. მე ის კამპუსის ეზოში დავმარხე. შესანიშნავია. ახლა ვიცი რომ კაის საფლავი გვაქვს კამპუსთან. რა საშინელება. მე დავინახე მისი ნაწლავები სკოლის ავტობუსის საბურავზე. გოგოებო, მოდით ვიფიქროთ პოზიტიური და ბედნიერი აზრები. ჩვენ გავიგეთ რომ აქ ნივთები იყიდება და დასახმარებლად რაღაცეები მოვიტანეთ. ახლავე ჩავიწერ. შენ კი ნივთების სტელს გადაეცი. უშტო, გაიციე. ეს ჩემი საყვარელი წიგნია. რამდენჯერმე წავიკითხებ. იმედია მყიდველსაც მოეწონება. ფრეშმა წიგნი მოიტანა. მეც მოვიტანე რაღაც. ეს შენი საცვლებია? ესენი ჩემი საყვარელია, მაგრამ ბოლო საცვალიც კი არ მენანება. ახლა საცვლების გარეშე ხარ? აჰა, დიახ. ბუშტო, შენ მართლა საშინელი ხარ. მოაშორე საცვლები, მე მათ ვერ შევეხები. ხო და სულთუილად, ისინი მართლაც მაგარი და კომფორტულია. $5 გავყიდით იმათ. შეგიძლია შეინახო შენთვის. გოგოებო, აიღეთ ჩემი მარკერი, შეგიძლიათ გაყიდოთ. პონკა, ის არ წერს. როგორ არ წერს? თუ მას ცოტას დაასველებ, ის კარგადაც დაწერს.
პონკა, ვარდისფერი მარკერი. მეგობრებო, შეგიძლიათ არავის მიყიდოთ ეს ფანკ პოპის კოლექცია? გპირდებით, როგორც კი ფული მექნება, ყველაფერს ვიყიდი საერთოდ. და ჩვენ რა ვუთხრეთ ცხოველებს? უკაცრავად, ფრეშს არ აქვს ქეში და მოგვიანებით გაჭმევთ საჭმელს? ფრეშ, ეს არ არის ჩვენი დახმარება. ლუნა, შეგიძლია მიყიდო ეს ფანკ პოპის კოლექცია? მოგვიანებით გადაგიხდი. დაიკარგე აქედან. სულელი ნერდი. მოგვიანებით გადაგიხდი. ეს არის ჩემი გულწრფელი ოცნება და მას ძაღლებისა და კატებისთვის დავთმობ. დილანი, ერთი მანქანა. მადლობა ლუზერებს დახმარებისთვის. ცხოველები ამას დააფასებენ. კარგი საკმარისია. მოდი წავიდეთ. გოგოებო, აქ არის კიდევ რამდენიმე ნივთი გასაყიდად. შვიდობით ჩემო ბავშვობის ველოსიპედო, მე შენ ძალიან მომენატრები. ჰალკი, ორბორბლიანი ველოსიპედი, მისი ბავშვობიდან. რატომ ზიხართ აქ? იქ გოგონებს მაგარი ბაზრობა აქვთ. ძველ ნივთებს ყიდიან. ბაზრობა მაგარია. იქ ძალიან ბევრი ნივთი იქნება და შეიძლება იაფადაც იყიდო მაგარი რაღაცეები. დენს, გენიოსი ხარ შენ. თითქოს არ ვიცოდეთ რა არის გამოფენა გაყიდვა. შეიძლება გოგოებმა არ იცოდნენ უბრალოდ რა არის გამოფენა გაყიდვა. არც ერთი გამოფენა არ გამომიტოვებია. სხვათა შორის ეს ტოპიც დიდი ფასტაკლებით შევიცინე. უფასოდ მიმიღე. მე ერთხელ ჩანთის გამო გამოფენაზე ჩხუბი მომივიდა სხვა კლიენტთან. და ვინ აიღო ეგ ჩანთა ბოლოს? რა მაგარი ტოპია. მე ის ძალიან მომწონს. სანამ ჩვენ ჩხუბობდით, ჩანთა აიღო ვიღაც საშინელმა ქალბატონმა, რომელსაც ჩანთებიც კი არ მოსწონდა. ჩემი გოგო ჩანთის მისაღებად ჩხუბისთვისაც კი მზად იყო. მივდივართ გაყიდვაზე თუ არა? ჯობია ვიჩქაროთ, თორემ ყველაფერი ლუზერებზე გაიყიდება. ჯანდაბა, ძალიან მეზარება. ბენს, შეგიძლია წამიყვანო? ლორა, ვერ აგიყვან ხელში. მე პენი მიჭირავს, მაგრამ შემიძლია რომ ზურგზე შემოგისვა. ზურგზეც ძალიან სახალისოა. დენს, გაიგონე? ბენსი თავის გოგოს აკლემივით ზურგზე შემოისვავს. ბენსი აკლემია. გიჟები ხართ? ჩემს ბენს აკლემს რატომ ეძახით? ბენს, ჭკუა ასწავლე ახლავე მათ. დაკ, გაჩუმდი. შენ თვითონ გაჩუმდი აკლემო. შენ გაჩუმდი, მოგვიანებით მოგიგوارებთ. ახლა შენთვის დრო არ მაქვს. ჩემი გოგო სასეინოდ მიმყავს. მოდი, ჩემო პატარა კარამელო. სულელებო. მეც მინდა გასეირნება. შეგიძლიათ წამიყვანოთ? მე შემიძლია, დაიჭირე ეს. შენც აკლემი ხარ? შენ თვითონ ხარ აკლემი. შენ ხარ აკლემი. შემომახტი გაბი. შეიძინეთ ნებისმიერი ნივთი და დაეხმარეთ ცხოველებს. გამოფენა გაყიდვა. გამარჯობა გოგოებო. გამარჯობა მისტერ მაქს. როგორ მიდის თქვენი გაყიდვები? ჩვენ უკვე გამოვიმუშავეთ $200. რაიმეს ყიდვა ხომ არ გინდათ? უზარმაზარი რიგი გვიდგას აქ. ნამდვილად დიდი რიგია. კარგი, რამეს შევიძენ? მადლობა გოგოებო. არაფრის მისტერ მაქს. ამინა, ცხელი შოკოლადი მოვიტანოთ. ეს მაგარი იდეაა. ჩაკ, გააკეთე კარგი საქმე. დარჩი აქ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. არ ინერვიულოთ გოგონებო, არაა პრობლემა. ეს ყველაფერი $10 ღირს. ეს ღირს 6 და ეს ღირს $5. არ აგერიოს. არა მერევა გოგონებო, 10, 6 და 5. ყველაფერი კარგად იქნება. არ ინერვიულოთ. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენთან ნივთები ახლავე. მეგობრებო, გაყიდვები ახლახან დაიწყო. ჩვენ სწორ დროს მოვედით. ბევრი საინტერესო რამეა აქ. გონი რაღაც უკვე დავინახე. ეს მშვენიერი პომადაა. ეს რა ღირს? სულაც არ არის ძვირი. $10. დღეს მასზე ფასდაკლებაა. მაგარია. ვყიდულობ. ბენ, გადამიხადე $10. მე ვიყავი პირველი, ვინც ეს შენიშნა. მე ვიყავი პირველი, ვინც აიღო. მე ვიყავი პირველი. გაგიჟდი? შენ ხარ გიჟი. მეგობრებო, თქვენ ჭხუბი არ გჭირდებათ პომადისთვის. მე ვიყავი პირველი. დააბრუნე. მე ვიყავი პირველი, ვინც აიღო. დენს, ახლავე გააჩერე გოგონები, თორემ ისინი აქაურობას უეჭველი დაანგრევენ.
როგორი სასაცილოა პომადისთვის ჩხუბობენ ისინი. ჩაკ, ეს არ არის სასაცილო. სასწრაფოდ დააბრუნე. არავითარ შემთხვევაში. ჯან და ბალორა, რატომ ჩხუბობ პომადის გამო? ახლა ჩაკი მასწავლებელ მაქს ეტყვის და ჩვენ გაგვაგდებენ. ერთადერთი რის გამოც კამპუსს დავტოვებ, ეს არის პომადა. აბა რა ხდება მეგობრებო? თქვენ შარში ხართ, მე უნდა ვუთხრა მასწავლებელ მაქს. მორჩა, თქვენ მაგარ შარში გაეხვიეთ. ჩაკ, შეგიძლია რომ მასწავლებელ მაქს არ უთხრა არაფერი? რა თქმა უნდა შემიძლია. ერთი პირობით. რა პირობით? ყველაფერი უნდა იყიდოთ. აბსოლუტურად ყველაფერი. ჩაკ, შენ ჭკუაზე ხარ? ეს ძალიან ძვირია. არ მაინტერესებს, გამოფენა გაყიდვა. კარგი, ყველაფერს ვიყიდით. გაბი, მომეცი ფული? ოლივია, მომეცი ფული. უფრო მეტი მომეცი, შენ ჭხუბობდი. დაკ, მომეცი ფული. მე მას მანქანისთვის ვაგროვებ. გინდა გაგაგდონ კამპუსიდან? დენს, მომეცი ფული. ჩემი საფულე სახლშია. დედა ჩემი არ მაძლევს ნებას რომ თან ვატარო იგი. მოშორდი აქედან. აი გამომართვი, ჩვენ ყველაფერს ავიღებთ. დიდი მადლობა შოპინგისთვის. პარკი არ მაქვს. არა უშავს, შემიძლია ხელითაც წავიღო ისინი. აბა ჩაკ, როგორ არის საქმე? ყველაფერი გავყიდე. სერიოზულად? ჩაკ, შენ არ გვატყუებ? ალბათ ყველაფერი დამალე. არა, რა თქმა უნდა არა. აქ არის თქვენი შემოსავალი. შენ ხარ საუკეთესო მცველი. როგორ გააკეთეს? გადოსნური მაგიის დამსახურებით. მოიწონეთ ჩვენი ჩაკი, იმიტომ რომ ის უსახლკარო ცხოველებს ეხმარება. ასევე გამოიწერეთ ჩვენი არხი, დააჭირეთ ზარს და დაელოდეთ ჩვენს ახალ ეპიზოდებს. ნახვამდის ყველას!